დილამშვიდობის ბედნიერი წარმატებული დღე მინდა გისურვოთ ყველას, როგორც ხედავთ, მარწყვის მაქვს გასუფთავება, რადგან ვამზადებთ, რომ წამოვიდეს ახალი ტალღა მარწყვის და ჩემი მეგობარი კიდე ერთი. ამას ქვია ფოცხი, ვინც არ იცის, ფოცხი. ოღონდ ესე უნდა მოიფოცხის. თოხიც მყავს მეგობრად. ამიტომ ვსწერ, იმიტომ რომ ადამიანებს გონიათ, რომ თუ რამე პრივილეგია ენიჭებათ, ან სტატუსი აქვთ, ანუ აღარ შეიძლება მასთვის არც თოხის აღება, არც ფოცხის, არც ცოცხის და ასე შემდეგ. მე არასოდეს არ მაკლინებს არც ერთი ნივთის აღება. კიდეც მოუფოცხავ, კიდეც გავთოხნი, კიდეც დავგვი, კიდეც გავწმინდა, კიდეც გავმარგლი და იცი რა არის, გულსატკენი რა არის და ამ ბოლო პერიოდში რა დავინახე ადამიანებისგან, რომ ანუ არიციან როდის ჭირდება ადამიანს გვერდში დგომა საქმეში. ასე რომ ამიტომ ვარ ხოლმე ცოტა მკაცრი და ვიქნები მკაცრი ყველას მიმართ, იმიტომ მოვთხოვ ყველას, რომ მე მნიშვნელობა არ აქვს რა სტატუსით ვიმყოფები აქ და ვიმყოფებოდი ადრე, ყველაფერს ვაკეთებდი თავდაღუნული და გავაკეთებ კიდე, სადაც გასაკეთებელი არის კაცის საქმესაც და ქალის საქმესაც. ეს არის ჩემი არჩევანი, არავინ არ მაიძულებს ამას და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ნახეთ როგორ მიხდება. რა ვქნა, მე შრომა და მშრომელი ადამიანები ძალიან მიყვარს და ძალიან მინდა რომ დაუფასდეთ ხოლმე შრომელ ადამიანებს და მე მესმის ხოლმე ადამიანების უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ არ გინახიათ მოსეირნეთ როგორ მუშაობს ადამიანები, როგორ გაყავთ დრო, საათი და როგორ გარბიან. აი ესეთ რაღაცეები ძალიან მაბრაზებს, მაფსიხებს და მდგომარეობიდან გამოვყავარ. ასე რომ მთელი დღე უნდა ვფოცხო, დღესაც ხვალაც რამდენი ხანიც იქნება გასუფთავება, თუ რასაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ პირადად, თუ მომცემს რა თქმა უნდა ამის საშუალებას თვითონ ჩემი გუნდი, იმიტომ რომ ხან არის ხოლმე რომ თვალის მოცილება არ შეიძლება ადამიანებზე, ესაც დიდი მინუსი არის ადამიანების მიმართ, რომ არ მაძლევენ საშუალებას რომ მეც დავდგე და რაღაცა ვაკეთო. ასე რომ არასოდეს არ მოვერიდები არც ქალის საქმეს, არც კაცის საქმეს. ეს არ ვიცი ვის საქმეა, კაცის თუ ქალის, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს რა, როცა ჭირდება საქმეს, ყველამ უნდა მოკიდოს ხელი და იმუშაოს. ჩემი აზრი არის ეგ.